გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ. ეს გადაცემა ორმაგი სახია ტელეკომპანია ვარსკვლავებზე. დღეს მე და ცოტნე ვიმყოფებით ადგილზე, რომელსაც ასე ქვია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია. დიახ ბატონებო, აი ეს ადგილი ის ადგილია, სადაც ის 20%-იანი ოკუპირებული მიწა-წყალია, რომელსაც დღეს ჩვენ ასე მივსტირით და ყოველთვის მივსტირით. ჩვენგან 100 მეტრში გლეხები მიწას ამუშავებენ. ჩემს უკან, რა თქმა უნდა, ქართული პოლიცია. ჩემს წინ, რა თქმა უნდა, ავტობანია, სადამდეც დაახლოებით 400 მეტრია. მოკლედ, ეს არის ადგილი და ეს არის მიწა, რომელსაც ასე მივტირით ქართველები და რომლისთვის ბრძოლაც არასოდეს არავის დაზარებია, არც ერთ ქართველს. დარწმუნებული ვარ, ალბათ ცოტა არსებობს ადამიანი, რომელიც რამე ცუდის შემთხვევაში, ცუდში გულისხმობ ყველაზე უარეს, რაც აი ამ უპროგნოზო მეზობლებისგან ჩვენ დაგვემუქროს. და დარწმუნებული ვარ, არ იქნება ქართველი, რომელიც აი ამ მიწა-წყლის დასაცავად თავის სიტყვას არ იტყვის. ზოგი ომით, ზოგი სიტყვით, ზოგი იმ საქმით, რა საქმეშიც პროფესიონალია და რაც კარგად გამოდის. მე აი აქედან, აი ამ ადგილიდან მინდა წავიდე და მივაკითხო ადამიანს, რომელიც მე ვთვლი, რომ მაგარი ქალბატონია, სულით, ენერგიით. არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ისეთი რაღაცის გაკეთება, რასაც დარწმუნებული ვარ, ბევრი შიშით შეხედავდა. მან აი აქ, ჩემს უკან ოკუპირებულ, პუტინის მიერ ოკუპირებულ ადგილზე მოხუცთა თავშესაფარი გახსნა. და დღეს თუ არ ვცდები 12 ბენეფიციარი ყავს მას ამ სახლში, მოხუცთა თავშესაფარში. ეს ქალბატონი ჩემი წიგნის უკან მომავალში ერთ-ერთი გმირია. მისი სახელი და გვარია ლუდა სალია. დიახ, მე და ცოტნე აი აქედან ლუდა სალიასთან გადავინაცვლებთ მის ბენეფიციალებსაც დიდი იმედი მაქვს შევხვდები და ვნახავ და გავესაუბრები და მოკლედ ძალიან მინდა რომ აი ამ ადგილიდან სადაც დღეს აი ხლა ამ წუთში მე ვიმყოფები თქვენც იგრძნოთ ის სული, თქვენც მინდა იგრძნოთ იმ ქალბატონის იმედიანი თვალები, რა იმედიანი თვალებითაც ის აკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს. მე განმეორდები, ძალიან არ მიყვარს, როცა უიმედობას თესავენ ხოლმე ქართველებში. ყველაფერი კარგად იქნება და დაიჯერეთ, მართლა არ არის ისე საქმე ცუდად, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში წარმოაჩენენ ხოლმე. იმედი არასდროს დაკარგოთ, იმიტომ რომ იმედი არასოდეს არ კვდება. ბოლოს კი არა, არასოდეს არ კვდება. დიახ, მე ვიმყოფები იქ, სადაც ჩემი ქვეყნის 20%-იანი ოკუპირებული ზონა. დიახ, მე ვიმყოფები დღეს იმ მიწაზე, რომელსაც ქართული მიწა ქვია. დიახ, მე ეს მიწა მიჭირავს ხელში და დიახ, ამ მიწისთვის ქართველებმა სისხლი დაღვარეს და ამ მიწისთვის იბრძვიან. ეს საოკუპაციო ზოლია, მაგრამ ეს საქართველოა. და მე დღეს გაგაცნობთ ერთ ძალიან მაგარ ქალბატონს, ლუდა სალიას, ჩემი წიგნის უკან მომავალშის ერთ-ერთ გმირს. ცოტნე, წავიდეთ ქალბატონ ლუდასთან და აი ამ ჩვენს პატარა რეპორტაჟში, როგორც შეგვიძლია, ისე ვაჩვენოთ ეს ქალი. გამომხევთ. იყიდება საქართველო ვირას ხიდის ვინიცის ხიდის ხიდის მთას დამნელოს წმინდა მარიამის სილს ხიდის ხიდის მთას დამნელოს ხიდის ხიდის მთას დამნელოს სამშობლოს ხიდის სინდის ნამუს ხიდის მიწას ქცეულს ედემად მოკლედ, როგორც გითხარით, მოვადექით ჩვენ ქალბატონ ლუდას ასე ვთქვათ მიერ დაარსებულ თავშესაფარს. აი ამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ამ ჩემი წიგნის ერთ-ერთი გმირის სახლს და მე მგონი ქალბატონი ლუდაც დაგვხვდება ის გაფრთხილებულია.
მოდი შევხვდეთ ქალბატონ ლუდას, გავესაუბროთ მის ბენეფიციარებს, იმ მოხუცებს, რომელსაც ის პატრონობს აი ამ სახლში და შემდეგ აი საოკუპაციო პუტინის ოკუპაციის ხაზთანაც მივიდეთ და იქ ვნახოთ რა ხდება. აი ქალბატონი ლუდაც შუადღე მშვიდობისა ქალბატონ ლუდა. აი ვიზაც გესაუბრებოდი ძვირფას ტელემაყურებელო ქალბატონ როგორ ძანდებით? ძალიან კარგად. აშვებული ხო არ არის? არა. ძაღლი დავაბი. ჰასკი, ხო? რა ქვია მაგძა? ჰასკი, ბასკი და მე და ბასკი ერთად მივდივართ ხოლმე ყოველ დილით რუსებთან. თან ასეირნებ. თან ასეირნებ და თან ვეჩხუბებით ხოლმე რატო გახართ აქ? ისე მაგძაღმა ლაპარაკი რო იცოდეს, რამდენ ამეს მოყვა. ხოლმე უყებს ხოლმე კი. აი ხა ჩვენ გაგვაცნობს ქალბატონი ლუდა ამ შესან. სხვა შორის ძალიან ლამაზი ძაღლია, ხო? ძალიან. საიდან რამდენი ხანი ყავთ? ეს წელიწადი და 2 თვეა უკვე ყავს. ზაფხულში ჩამოვიყვანე. დიდი ბიჭია? წლის და 2 თვის არის, პატარაა ჯერ, მაგრამ დიდია ტანად. მოგეთ, ძვირფას ტელემაყურებლებო, როგორც გითხარით, ეს არის ქალბატონი ლუდა სალია, ადამიანი, რომელზეც მოგიყევით უკვე, ადამიანი, რომელიც სხვა არნაირად მინდა და მისი ორმაგი სახე მინდა განახოთ დღევანდელ ჩემს გადაცემაში. ეს კი მის მიერ დაარსებული ზუსტად ის სახლია, რომელზეც გესაუბრებოდით, აი ცოტნე ნახე, აქ ფრიალებს საქართველოს დროშები, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ძალიან კი და ბევრი ოფიციოზიც მეუბნება რომ არ გეშინია დროშები რო გიკიდია რუსები ამოგიღებენ თვალში და შეიძლება ერთ დღეს მოვიდნენ და ჩამოხსნან. სხვადასხვა თვალში ამოსაღება ძალიან მარტივი ამოსაღებია ეს სახლი. ნახეთ ცოტნე არ ვიცი მოვა თუ არა. აი პირველი ასე ვთქვათ ერთ-ერთი ჩანს მაგათი ვიჩანს და ნუ რაღაცა ძალიან სტრატეგიულად ძალიან ისეთ. რატო მოგინდათ ამის გაკეთება, რასაც ახლა ჩვენ აქვს? სოფელი ჩამკვდარი იყო 2008 წლის ომის შემდეგ და 2012 წელს გაზი რო გაიყვანეს, აი მე უკვე ვიფიქრე რომ უნდა გამეხსნა თავშესაფარი. ეს რამდენი წელი გავიდა რაც ის? 3 წელია რაც გახსნილი მაქვს. კი, ხომა ეს სახლი იდგა აქ და ცხოვრობდა ამ ამ სახლში. სახლში არავინ არ ცხოვრობდა, ბოლო წლებში დედამთილის ოჯახია ესა, რომელიც თქვენი? კი, ჩემი დედამთილის ოჯახია, რომელიც ჩემს მეუღლეს ერგო მემკვიდრობით და სახლი დაკეტილი იყო, როცა ასაკში შევიდნენ ორივე ჩემი მეუღლის დედ-მამა, წაყვანილი ყავდა თბილისში ცხოვრობდნენ და იქ გარდაიცვალნენ, იქ არიან გასვენებული თბილისის ზღვაზე და საფლავით ეს სახლი დაკეტილი იყო და ძალიან გული მტკიოდა, რომ ძალიან ცუდ დღეში იყო სახლი. თან სოფელი ჩამკვდარი იყო რაღაც. ეს იდეა საიდან მოგივიდა? ზუსტად რომ მოხუცები შეგეკრიბათ. იცით, მოდი ერთ გამოგიტყდებით, თავიდან მინდოდა ბავშვთა სახლის გახსნა და რატომ იცით? რამდენი ბავშვი მინახია მეტროში მათხოვარი, ჩამოძენძილი, გაუბედურებული და ძალიან დიდი ფიქრის შემდეგ, ძალიან დიდი კონსულტაციების შემდეგ მივხვდი რომ ურთულესი იყო ბავშვთა სახლის გახსნა. არანაკლები სირთულეა მე მგონი. იქ სხვასთან ბავშვია მოზარდია, იზრდება, იმას ეცვლება ფსიქოლოგია, მერე მაგას სხვანაირი მიდგომა უნდა, მერე განათლება უნდა, მერე 18 წლის მერე ისინი გამოდიან სახელმწიფო მომსახურებიდან და სად წამეყვანა მერე. ამიტომ გადაწყვიტეთ რომ მოდი მოხუცები ხო და ძალიან დიდი კოლოსალური შრომა გავწია, ეს არის ადვილი, რომ დამემტკიცებინა იმისთვის ვინც მე მაფინანსებდა რომ ეს ამ სოფელს ჭირდებოდა და მე შევძელი. და თქვენ შეკრიბეთ გარდა იმისა რომ ძვირფას ტელემაყურებლები ეს ყველაფერი ხდება აი აქედან სულ რაღაც 50-ოდე მეტრი ჩვენ წავალთ იქ ცოტნე და ვნახავთ იმ ადგილს არ მინდა ეს სიტყვა ოკუპაციის ხაზი გადის სადაც აი პუტინის ზოლს ვეძახით ხოლმე ჩვენ იმიტომ რომ საზღვარს ამას ღმერთმა დამიფაროს ვერასოდეს ვერ დავარქვე აი პუტინის ზოლი გადის პუტინის ზოლს ვეძახი ამ ყველაფერს იქიდან 50 მეტრშია ეს ყველაფერი, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ და ამ ქალმა გაბედა ეს ყველაფერი და გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, სულ კონტროლის ქვეშ ხართ. კი. მე აქ ხო ხდება ხოლმე გატაცებები ქალბატონების, თუნდაც ვინც დაუშვათ, კი, ჩემ თანამშრომელი შარშან გაიტაცეს და მე გამაფრთხილა პოლიციამ. ლუდა ძალიან ფრთხილად იყავი. შენ თუ აგიყვანეს, უკან აღარ მოგაბრუნებენ და მეორე ტატუნაშვილი არ გეშინია ლუდა. არა, არ მეშინია. იცით, აი გულწრფელად გეუბნები ბესო აფხაზეთი რო დავკარგე იმდენ ახალგაზრდებს დავუხუჭე ჩემი ხელები თვალები მე ხო ჰოსპიტალში მუშაობდი რისი მეშინოდეს უნდა ერთხელ სიკვდილი ჯობია სულ მუდამ დაჯაბნებას რისი მეშინია და ქალბატონ ლუდას რო არაფრის არ ეშინია მოდი ჩემ მაყურებელს ვაჩვენებ მე რამდენიმე ვიდეოს აი ეს ვიდეო ნახეთ და მიხვდებით ამ ქალბატონს რა მის თუ ეშინია ჩართე ცოტნე აი ხედავთ როგორ მუშაობენ ეს ვირიშულები. წამოვა ხა ის
დეგენერატი აიღებს ფოტოაპარატს და გადამიღებს, ეგ გონია მაგის მეშინია. აი, ჯიფურით შეღებეს და დადგეს. დადგამენ ალბათ. აი, მოვედი დღეს აქ ამ კოშკურასთან არიან გამოკეტილები იქ ზევით. ეს რუსი ვირთხები და მინდა მივმართო კიდევ ერთხელ. აი, იქიდან მიყურებენ. Российские оккупанты. Я еще раз к вам обращаюсь. Вам рано или поздно придется покинуть эти места. Ძვირფასო ტელემაყურებლებო, აი ეს ხატი, იესოს ხატი, ერთი ქართველი ემიგრანტის, მოდი პირდაპირ ვთქვათ, საჩუქარია და მე მერგო წილად პატივი მიმესვენებინა ეს ხატი იმ სალოცავთან, რომელი ადგილიდანაც დაახლოებით 5 მეტრია უკვე პუტინის ოკუპაციის ზოლამდე. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ემიგრანტ ქალბატონს, რომელმაც სხვაშორის ბევრი ტკბილეული გამომატანა მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებთან, იმ 12 ბენეფიციალთან. ქალბატონო, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მეორე მე მერგო პატივი, რომ ეს ხატი ჩვენ მიგვესვენებინა იმ სალოცავთან, სადაც აი ახლა მივდივართ ქალბატონ ლუდასთან ერთად. და თქვენ ნახავთ ეს რა ადგილია და სად ვართ. ძალიან ცივა დღეს ხურვალეთში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს სიცივე არაფერია იმასთან შედარებით, რა მადლიც გვინდა რომ პატარა მადლი გავაკეთოთ აი ამ ხატის ამ ადგილზე დასვენებით. ჩემს წინ სულ რაღაც 30-ოდე მეტრში ცოტნე აი აჩვენე მაყურებელს ის სახლები, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, უკვე პუტინის ოკუპაციის ზოლს იქით მდებარეობს. და აი აქ ზუსტად მაგ სახლებიდან 10 მეტრში არის ის სალოცავი, რომელზეც გესაუბრებოდით. ჩვენი ემიგრანტების მიერ გამოტანებული აი ეს ხატი, მინდა რომ გამტოლუდა თუ შეიძლება დამეხმარეთ და აი ეს ხატი ემიგრანტების სახელით მოდი დავასვენოთ აქ აი ამ ადგილზე. ხო, აი ესე გავატანწილოთ და რა ვიცი, ღმერთმა ქნას მე ძალიან არ მიყვარს, როცა უიმედობას თესავენ ხოლმე, ვინც არ უნდა იყოს, სხვა შორის ჩემი კოლეგებიდან დაწყებული, დამთავრებული ნებისმიერი ადამიანით უიმედობას თესავს ხალხში. მე ძალიან არ მომწონს, როცა ეს უიმედობა გადაედება ხოლმე ახალგაზრდობას. რა თქმა უნდა, ღმერთის იმედის გადა ერთმანეთის მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეს და იმ ადამიანების მხარდაჭერის იმედი, რომლებიც რეალურად ჩვენს გვერდით განან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ჩანან, არ შეიძლება მათი გამოჩენა. მაგრამ ძალიან გთხოვთ, არასოდეს არ დაკარგოთ იმედი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ყველაფერი ბოლოს მაინც კარგად იქნება. გადახედეთ სოფლიო ისტორიას, რამდენი იმპერია განადგურებულა. და დღეს საქართველო მაინც არსებობს. დღეს ჩვენი ქვეყანა მაინც თავის სათქმელს ამბობს. დღეს ჩვენ მაინც ყველაზე მაგარი და ყველაზე განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდობა გვყავს. დღეს ყველაფერი ისეთ სუდად არ არის, კიდევ ვიმეორებ, როგორც იმ ერთ პატარა ჩარჩოში გვაჩვენებენ. ეს მორალური ოკუპაცია, აი ამ ოკუპაციაზე არანაკლები ოკუპაცია. და მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ აი ეს ორი ძალიან საშინელი ოკუპაცია, ერთი ტვინის და ერთი სხეულის მაქსიმალურად უარყო. იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს ბევრ ცუდ თვისებასთან ერთად გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება. გაჭირვების დროს გაერთიანება ვიცით ხოლმე. მე არ ვიცი რამდენს გეცნოთ აი ეს კარი, მაგრამ ეს არის ჩემი წიგნის უკან მომავალში, რომელიც ახალი გამოცემულად ითვლება, გარდა იმისა, ლუდასალია ამ წიგნის ერთ-ერთი გმირია. აი ეს კარია, ზუსტად ის კარი, სადაც ჩემი გმირი გადადის უკან წარსულში და ლუდა, მე რა მინდა იცი რომ ეხა გამახსენდა ეს ისტორია, როგორ აღმოვაჩინეთ ეს კარი. უამრავი ვიზიტორი მოდიოდა აქ, უამრავი ჟურნალისტი, ისე ჩვეულებრივ მოქალაქეები და არავინს რატომღაც არ შეუმჩნევია ეს კარი და არ მიაქცია ყურადღება და ერთადერთი იყო ბატონი ბესო, რომელმაც თქვა რომ ჩვენ ამ კარებს გავაღებ და შევხედე და კარია. მეც რომ მართალი გითხრა რაღაცნაირად ისე აი რადგან დაგმანული იყო და რაღაც მეხსიერებიდან თითქოს არ მომივარდა რომ ამ კარებიდან შემოვდიოდი ჩვენ ამ სალოცავში იმ გზიდან ეს გზაც საგვართოს და ახლა ვიღაცის ეზოებით გადმოვდივართ, მეზობლების ეზოებით და ახლა ხო და ახლა მავთუხლათების
გაგვიბეს და ეს კარები იყო ბესოს აღმოჩენა. ხო და სხვა შეიძლება სიმბოლურია ხო მე ამაყება რაღაცა სიმბოლური და მე ხო მიყვარს სიმბოლოები ხალხო და რაღაც სიმბოლური დატვირთვა ქონა ამ კარს და ამიტომაც მოხდა ჩვენ ამ კარებს გავა აუცილებლად მოვა დრო და კიდევ ერთხელ ქონდეთ იმედი შევალთ აუცილებლად და ახლა და 2018 წლის 8 აგვისტოს რუსეთის მხრიდან ომის დაწყების 10 წლის საიუბილეო დღე იყო აქ რო ვიდექით და დროშა დავკიდეთ პუტინის ორი და 7 წუთში იქნა მოხსნილი ოკუპანტები მოდი ვაჩვენოთ მაყურებელს ეს ვიდეო ძვირფას ტელემაყურებელო 2018 წლის 8 აგვისტო პუტინის ოკუპაციის დასაწყისიდან 10 წელი გავიდა და ქალბატონი ლუდა და მე ზუსტად აი აქ ამ ადგილზე ნახეთ ეს ვიდეო სოფელ ხურვალეთში ვიმყოფებით 8 აგვისტოა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის 10 წლისთავი და ვინ თუ არა აი ეს გმირი ქალბატონი თავის ოჯახთან ერთად დღეს სიმბოლურად 8 აგვისტოს აი ამ ტერიტორიაზე სადაც ეს მასუხარხები აქვს გავლებული რუსებს ძალიან სიმბოლურ აქტს განახორციელებს ქართული დროშის დაკიდების ფენომენი იქნება ეს ყველაფერი. ხო, აი ეს კარი, რომელიც უფრო ახლოს მოიწიე, ეს კარი, რომელიც რეალურად უკვე იქით გადადის იმ საზღვარზე, ოკუპირებული ამ კარს იქით ყველაფერი და დღეს აი ეს პატარა სიმბოლური აქტი ასე განხორციელდება დღეს ხურვალეთში აი ეს ამბავი დღეს 8 აგვისტოს 2018 წლის მეტი რა შეგვეძლო დღეს არის უმძიმესი ქართველი ერის ისტორიაში 8 აგვისტო მე სიმბოლურად ამაზე მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ აი აქ მავთულ ხართებთან დროშა დაუკიდე რუსებს აქ მოკიდონ ეს კარი იყოს და ეს სიმბოლო იმისა რომ ეს დროშა მე აი იქით გაგვეტანოს უკვე იმ ადგილებში სადაც ახლა ჩვენ აბა გაბედე რუსო და მოკიდე ხელი და ლუდა მე ერთი პატარა სიმბოლური რაღაცა მინდა კიდე მაგ თუ შეიძლება რომ მანდ ჩამოვკიდოთ დიდი სიამოვნებით აი ეს პატარა სურათი ბატონი ვლადიმირამ არის ესეთი სახელი ამ ადამიანის მინდა რომ აი აქვე ოღონდ იქიდან მხრიდან რომ მივკიდოთ აი მოიცა და კარგად ვანახო აი ეს ფოტო ბატონი ვლადიმირამის იქით აი ესე დავკიდოთ და სიმბოლურად იყოს აი ეს სურათი დავკიდო ისე რომ კარგად აი ესე დავიჭერ და შემო და მიხნე რომ აქ საქართველოა და სხვის ტერიტორიაზე იმყოფებიან დროებით მხოლოდ რა თქმა უნდა მხოლოდ დროებით ვისაც გეშინიათ რუსების შემომევლით თავზე და შემოევლით თელ საქართველოს მე არ მეშინია რუსის მოკლედ ესე რა ეს არ არის რუსეთ-საქართველოს საზღვარი ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საზღვარი დიდი მადლობა ქალბატონო და თქვენ მადლობა რომ დღეს მოხვედი და გვერდში დამიდექი აი ესე იფრიალოს ამ საქართველოს დროშა მანამ ეს ბოროტი ხალხი არ ჩამოხსნის ამ ადგილიდან როგორ მაინტერესებს რამდენ საათში ჩამოხსნიან და გამოივლიიან ხო რა ვიცი აგერ იქიდან უკვე იყურებიან მთებიდან და ძალიან მარტივია ჩამობრძანდებიან აგერ დაიძრა კიდეც იმათი მახტანა ეგე დაიძრნენ უკვე და მოდიან ჩვენთან არიცი ერო არ შეგიშინდები მეტი არაფერი არ შეუძლიათ ამ ადამიანებს რომ ესე ოთენრულად მოვიდნენ და ჩამოხსნან ქართული დროშები და დაიპყრონ ჩვენი ტერიტორიები ეს არის ბატონი პუტინი ვლადიმირამ ასე ქვია ამ კაცს ძალიან კი უნდა ვლადიმირამ მაგრამ არ გამოდის მოიცა გავჭედა უყურე აი ვიპოვე აღარ გინდა უნდა მოჩა всё твоё матваш მოკლედ მეგობრებო აი ესე აკიდებული დროშა ზუსტად 5 წუთში ჩამოხსნა რუსმა ოკუპანტმა რომელიც ახლა ჩვენსკენ მოემართება და კაცმა არ იცის რა უდევს გულში ასევე სამახსოვროდ ქართულ დროშასთან ერთად რუსმა წაიღო თავისი საკუთარი პრეზიდენტის სურათი ავტოგრაფით ნახვი ვოვა
ჩემო ეს რა ხდება აი ხა მოვედით იმ ადგილამდე ხო სადაც აი ჩვენი ერთ მორწმუნე რუსეთის და პუტინის ჯარისკაცები გვიყურებენ. ეს არის ის საგუშაგო, რომელიც აი ესე სვანურ კოშკს დაამსგავსეს ჩვენმა ოკუპანტებმა და სულ რაღაც რამდენი მეტრია ხალხ რა 5 მეტრია მეტი ხო არ არის და აქედან აკონტროლებენ ყველაფერს ესეც ახალი ეს რამდენი ხანია გააკეთეს ხანია და ეს ერთი 10 დღე იქნება ხო? აი ეგერ გვიყურებ არა ეგერ გვიყურებ კი ბატონო და ყოველთვის არიან აქ და ყოველთვის ამის იქით რა თქმა უნდა ჩვენი გადასვლაც შესაძლოა ჩემი დილა იწყება ხურვალეთში იმითი რომ მოვდივარ ჩემ ჰასკისთან ერთად აი რომელიც ეგერე გადავიდა ოკუპანტების ტერიტორიაზე ეს არ გვაწყობს არ თხილად ვაი ეს არის ის ადამიანები რომლებიც ესე ჩუმად ისე როგორც ჩვევია რუს ოკუპანტებს გაკვირდებიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი ჰასკი როგორღაც აი ამ ტერიტორიიდან ოპა დაითრია გადაიხი აი თოქში მოკიდე ხელი თოქში მოკიდე ხელი და დაიჭე არა ეს შენებია დაგაგი ის თავშესაფარი, რომელიც მე გადაცემის დასაწყისში ვახსენე და რომელზეც კაპიტან ლუდას ვესაუბრებოდით, თავის საქმეს აკეთებს. ჩემს გვერდით ის ძალიან სასიამოვნო ქალბატონი ადამიანი, რომელიც მე არ მახსოვს აქ ამ სახლში რამდენი ხანი და თქვენთან შემოხსენე. გახსნის დღიდან. 3 წელი იქნება უკვე. თუ გაიხსნა პირველი ბენეფიციარი ვიყავი მე. 29 აპრილი იყო 15 წელი მე მგონი 2015 წელი. 2000 ხო 3 წლის. ხო, გახსნის. ფაქტიურად ჩემს ახლად იქცა უკვე. არც ერთი ოჯახის წევრები. პირველად გავგეჭენდა ფულებრივი დეპუტატი. რომ მოვედით ჩვენ ვიყავით ამ საზოგადოების წევრები და გვიან რომ გამოვედით და საზოგადოების მიღმა დავრჩით ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ მე ხალხმა რომ გაგვიხსენა და მოდიოდნენ ეს იყო ჩვენთვის რავი სასწაული იყო ამ ხალხთან დაგრძნობა. ვართ ახლა ჩვეულებრივად ერთმანეთს უზიარებთ ერთმანეთი ჭირვა რომ ასე ვცხოვრობთ. მე ვიცი რომ ძალიან ხშირად სტუმრობენ ხოლმე ამ სახლს ზოგადად ადამიანები ხშირად მოდიან, ხშირად გეფერებიან. ეს რას ნიშნავს? თქვენ უცხო ადამიანები მოდიან და უცხო ადამიანები თქვენს გვერდით არიან ხოლმე. ჩვენთვის აი დიდი პატივი არ ვიტყვი რაღაც რომ ჩვენი პატივია. აი დიდი ზრუნა და ყურადღების შედეგია რომ ჩვენ არ ვავიწყდებით კიდევ. და ეს გვარსებებს მართლა იშვიათი შემთხვევაა რომ მოვინადროთ გარე ცხოვრება ისე კარგად ცხოვრობთ ჩვენ და ყველას უსურვებდი რომ აი ასეთი ცხოვრება ღირსეული ცხოვრება პენსიონერებს რო იციან ხოლმე აი ეს მიმაჩნია ღირსეულ ცხოვრებად იმათ არ იციან ამ ცხოვრების ფასი ვინც ამ ლოზუნგებით დადის ნახონ და აქედან გაიგება როგორია მოხუცების ღირსეული ცხოვრება არ გეშინიათ როცა ესეთი ხელმძღვანელი არ გაქვთ შიში რომ ანუ აგერ 50 მეტრში რუსები დგანან საოკუპაციო არ გეშინია იმიტომ რომ
შეშინებული არასოდეს არ არის და ჩვენ როგორ შეგვეშინდა. თვითონ არ ეშინია? ხო, რა თქმა უნდა, ყოველს გაბრაზებულია რუსებზე მარტო. შეშინებული არ და ჩვენ როგორ შეგვეშინდება. და რაღაც საშიში რამეები თუ არის, ჩვენ ვიგებ ტელევიზიიდან ძირითადში, ჩვენ ყველანაირად ცდილობს მოგვარიდო სანერვიულო საქმეებს. ჩვენ ტელევიზიიდან კიდე ბევრს ვერაფერს ვერ ვიგებ და ჩვენ უყურებთ, რომ გაბრაზებული ლუდასალია, შეშინებული არ გვიქნება. ესე იგი გაბრაზებული ლუდასალია ყველა საინფორმაციო საშუალებაზე პირველი იქნება, მე მგონი რომ დაჭირდეს თქვენთან ინფორმაციის მოტანა. სама იფრთხილონ, მეტად არ გააბრაზონ. ყველა ქალბატონს ვუსურვებ და ყველას მოუწოდებ, რომ დაბრუნდნენ სოფლებში. ქალები, ვინც ცხოვრობენ ქალაქში და ვისაც აქვს რამე სოფელთან პატარა მაინც შეხება. კი, ან თუ ეს იმხელა მუხტს იძლევა, ეს იმხელა ენერგიას მაძლევს. აი, გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, წნევას არ ვიზომავ. არ მაინტერესებს რამდენი მაქვს წნევა. არ მაინტერესებს რა მტკივა. შენ რა გენახლება ლუდა წავხალ წნევა რო ქონეს მაღალი წავა რუსებს აგინებს იქ დაახარჯავს ეცრა დაურეგულირდება მთელი წნევა. ამიტომ ყველას მოუწოდებ რომ ვისაც აქვს შეხებას ასაკი არაფერს არ ნიშნავს ბესო. რო გახდები 70 წლის იტყვი, ძალიან დიდი დროა 70 წელი. იტყვი გაიხსენი, შეიძლება თქვენ რომ 70 წლის გახდებთ, შეიძლება მე არც ვიყო ამ ქვეყნად, მაგრამ იტყვი აი იმ ქალს უთქვია, ლუდას უთქვი რომ არაფერი არ არის, გული არ 70 წლისა, კიდე მეტის გაკეთება მოგინდება. აი სიცოდე და ყველას მოუწოდებ რომ მობრუნდნენ სოფლებში და აი რაღაცა თითო ხე დარგონ, რაღაცა გააკეთონ ბაღი, ბოსტანი, რაღაცა გაანიავონ ის სოფლის დაკეტილი სახლები, გაალაღონ, ეშმაკები განდევნონ იმ სახლებიდან, ჰაირი შემოუშვან, მზე შემოუშვან და 60 წელს გადაცელებულ ქალბატონებს ვეტყვი რომ ჩვენ ცხოვრები შუადღე გვაქვს. გაბრწყინებული პერიოდი, ყველაზე კარგი პერიოდი. რა ის პაულო კოელიო ხალხო და რა ვიცი ვინ გინა. აი ნახე რა მაგარი სიტყვები თქვა ახლა ქალბატონმა ლუდამ. ჩვენ ცხოვრების შუა დღე გვაქვს. და ეს სიტყვები გინდა დასკრინეთ, გინდა სტატუსებად გაუშვით და ქვევით იმას ნუ კი მიაწევთ პაულო კოელიო. ლუდა სალია. ჩვენ ცხოვრების შუა დღე გვაქვს. ამ სახლის ერთ-ერთი ბენეფიციარი უცნაური, მაგრამ ძალიან ლამაზი სახელით გამოირჩევა. ის ახლა ჩემგან მარცხნივზის ქალბატონი მთვარინა. დიახ ბატონო, მთვარისაკი არა მთვარინა. დიახ, მთვარინა, დიახ. ისე ვინ დაგარქვათ ეს სახელი, ვის ინიციატივით? სხვათა შორის მე თუ შორს არ წავალ, პირველი შვილი ვიყავი, მამას ძალიან სწყენია ჩემი გაჩენა, გოგო რატო გაჩნდა, რატო ოხ, ეს ქართული რაღაცეები რა. ხო, იცი რაც არის ქართული. ბიჭი უნდათ პირველი. და ეს სახელს თურმე არ შეედავა რას არ ქმოდნენ, მაგრამ მე ისე უყვარდი, მე რომ მომკვდარიყა თავს მოიკლავდა. ასე. მე გახლავართ, რა თქმა უნდა, 80 წელს გადაცილებული აღარ ავთვლი წლებს. 55 წლიანი სტაჟის მქონე, რომელმაც 55 წელიწადი მიმუშავე გორის სამშობიარო სახლში, გარკვეული წლები საოპერაციო მედicინაში, შემდეგ რითი ეგრე და სამსახურიდან ცოტა უნდა წავიძრაბა, ხო წამოვედი ჩემი სურვილით. თქვენი სურვილით ესთან როდის? და რატო? ჯერ ასაკობრივად, მაინც, მაგრამ სმენა დამიქვეით და ავადმყოფებთან სმენა დაქვეითებული მუშაობა რომც არ დავეთხოვე და უშუალოდ ჩემთვის არ იქნება უხერხული იყო. ჩემი თუ ცხარი მივდივარ მეთქი, კალთები არ დაუგლეჯიათ, არ წახვიდეო, არც უთქვიათ რომ ნეტა წასულიყავით. ბინა ავაშენე დედა ჩემის სახელზე და რატო? დედა პენსიონერი იყო და შეღავათები იყო პენსიონერებზე, ხო ვიცი ეს უყურებდი და ამას დავეშურე, ალბათ ყველა ადამიანი ესეც გააკეთებდა. რა თქმა უნდა დაუჯახდა ჩემი ძმა. შეეძინა ვაჟი. ვაჟი მაინც სასიხარულო იყო ჩვენი კერა რომ გადვრიელებულიყო ყველა ქართველს გვარგაგადაკეთებული ფიქრობენ მაგაზე. დირძელი ქართველი რაღაც იზევს მითხარი რომ მამა ჩემის კერაზე კლავ ცეცხლი თებულიყო ბიჭი გაჩნდა. ამბავს ხოს უზედ გადავყერამე და ამ შეთის სიყვარული ეს იყო გიჟური მე მგონი. რაც მე დედმამის შვილები მიყვარდა და თუნდაც მაგრამ ბოლოს რა მოხდა? ბოლოს რა მოხდა? დედა სანამ გარდაიცვლებოდა მაპატირ თუ როს წავალ, დედამ მითხრა რომ
მე ეხლა შვილო რაც არისო ჩემ სახელზე გადავაფორმებ შენ სახელზეო მე ვცხარი დედა ეგ არ მინდა მეთქი და არ გააკეთო ბავშვს გული არ ეტკინოს ჩემ ძმის შვილს სიგიჟემდე რომ მიყვარდა და ვი ჩემ სახლში მინდა მიშლის ჩემოსულა და გასვლასო ორი ბინა იქ მამა ჩემისა და დედა ჩემისა და მეორე მიავა შენი ჩემი აი როგორ თქვა ალბათ გაჭირვებული და თიმ დედა ჩემის შეღავათებით ასეთი იყო დედა ჩემის პასუხი აი მე მოვკვდებიო შენ რეგულარულად და შენ ამეზოში ვეღარ შემოხვალ და ასეც მოხდა. ნუ რა წარმოიშვა ისეთი უკმაყოფილება საერთოდ როგორც ხდება რდალს და თუნდაც მურშორით და აღმოჩნდა ის რომ მე ჩემი სახლის გასაღები უკვე აღარ მქონდა ჩემი აშენებულის მამა ჩემისაზე არ ვლაპარაკობ. აქ უკვე მეორე წელიწადი დაიწყო წელიწადი და 2 თვე. რა თქმა უნდა გამიჭირდა ბინია ძვირია ყველგან იცით მარტო ხელა ქალს მე დაოჯახებული არ ყოფილ ვარ არასოდეს და ხშირად მიხდებოდა მე ღამის გათება ჩემ სოფელში და თუნდაც გორში ნათესავ მეგობრებთან რამდენჯერ შეიძლება ნათესავი შეეწუხო არა და 150 ლარი და ეს მე არ მქონდა რომ კირე გადამეხა და მივაკითხე გორის სოციალურ ყოფაში ხო ამას ხელ და ხელ მაგდა ძალიან ძვირფასი ადამიანი შემიკრიბა საჭირო საბუთები რაც საჭირო იყო და დაუკავშირდა ქალბატონ ლუდას და ასე მოხვდით ქალბატონ ლუდასთან აი ამ თავშესაფრად ქალბატონმა ლუდამ ასე უპასუხა თუ თქვენ და იმან ისიც კი გამიკეთა რომ იმ თვეშივე მოხვედრილი იყო სამინისტროში ჩემი საბუთები ქალბატონმა ლუდამ უპასუხა რადგან ყველა საბუთი არის ადგილზე გამოგზავნეთ და მარტო ხელა ქალია გამოგზავნეთ და მივიღებთ მოვედი დამხვდა ქალბატონი ლუდა ქალბატონმა ლუდამ მიმიღო ისე როგორც დაკარგული დედმამის შვილი წლების მანძილზე და გამოსხდა უცებდა მოვიდა აქ არის მშობლიური კერა ურთიერთ მე ასე ვერ ვცხოვრებ ასეთ გარემოში ახალი ბინა კი ეს ჩემი ბინა მაგრამ ვერ შევადარებ მაგრამ მიყვარს ძალიან ჩემი ნამაგარია არც ის არის დასამალი რომ იმ ჩემ აშენებულ სახლში როგორმე შევიდე და ჩემი კუბო დაიდგეს იქ მაინც ძირფოს ტელემოყურებლებო მე არ ვიცი რამდენმა იცით აი ეს ტექსტი ნუ არ ვიცი დაახლოებით 90% მთელი ქვეყნის ქართველობისას აი ეს ლოზუნგი ოყენია ხოლმე ქავერებზე ეგრეთ წოდებული პროფილის სურათად განსაკუთრებულ დღეებში ხშირ შემთხვევაში ვთქვათ რუსული ოკუპაციის დღეს სოხუმის დაკარგვის დღეს და ასე შემდეგ ну აი ხას წელი I'm from Georgia and my country is occupied by Russia ქართულად როგორ ითარგმნება მარტივი გასაგებია და გადასათარგმნია და რა მინდა რომ მოგიყვეთ ვინც არიცით ეს ისტორია და თან ძალიან დიდი სიამაყით მინდა გითხრათ ეს ყველაფერი აი ეს სიტყვები მხოლოდ და მე შენ მითხარი ცოდნე თუ იცოდი ეს ყველაფერი ეს სიტყვები არის ჩემი სიტყვები ამ ლოზუნგის ავტორი გახლავართ მე და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ქართველს რომელმაც აი ესე აიტაცა და მთელ სოფლიოში საკუთარი სოციალური ქსელის პროფილის სურათებად დააყენა აი ეს რამდენიმე სიტყვის განშემდგარი წინადადება რომელიც ძალიან დიდ აზრს შეიცავს მე მაინც რო გითხრათ რომ კარგად ფლობ ინგლისურს აი ამ დონეზე გრამატიკულზე მოგატყუებ და ჩემს ძმას თხოვე გადამითარგმნა ეს ინგლისურად და 2014 წელს როცა პირველი გასვლა ჰქონდა ჩვენ რუსი ოკუპანტების მიერ დარჭობილი ბანერი, მწვანე ბანერი, რომელიც ასე ტრაგიკულად გამოიყურება, ეს იყო თუ არ ვცდები ხურვალეთის გადასახვევთან იყო, აღარ მახსოვს გავიხსენებ, ეს იყო 2013 წელს, ჟურნალისტებთან ერთად წავედით. იქ დავბეჭდე ეს ლოზუნგი პირველად, იქ გავაჟღერე და ეს კადრიც იქიდან არის და ქალბატონ ლუდას ვაჩუქია ეს ბანერი. ნახე ცოტნე, აქ შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ჩვენ ტელევიზიის ლოგოა შეხედე. და რა მოხდა იქ ხურვალეთში, იქ იმ დროს ოკუპაციის ადგილზე, ახლა გეტყვით. მე მოვინდომე სასაზღვრო ბანერის ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო ამოგლეჯვა, ასე ვთქვათ, ამოთხრა და იქვე არსებულ სანაგვეზე გადაგდება. მე ეს გამომივიდა. და რა თქმა უნდა, ამაში დამეხმარნენ ჩემი კოლეგები, რომლებიც მაშინ ჩემს გვერდით იყო და ყველამ ერთად ჩვენ მოვთხარეთ ეს
ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერი. თქვენ ახლა ჩემი საუბრის პარალელურად კადრებს უყურებთ, ხედავთ ამ ფოტოებს, რა ხდებოდა მაშინ და ამ ფოტოებს თუ დააკვირდებით, ამ ფოტოებზე ნათლად ჩანს რა შევძერით ჩვენ ერთობით მაშინ. ეს იყო სიმბოლური აქტი, თორემ აქ იმაზე არ არის საუბარი, რომ ვერ მოვიდოდნენ რუსები და ახალ ბანერს ვერ გააკეთებდნენ. როგორ არა, მე მოვიდნენ 2 დღეში და ისევ ახალი ბანერი დაარჩეს, მაგრამ აქ არის სიმბოლური განაცხადი იყო ის, რომ ქართველი ძალიან რთულად შეეგუება, ან საერთოდ არ შეეგუება, ასე უფრო სწორი ნათქვამი იქნება, არც რუსულ, არც თურქულ, არც ირანულ, არც ჩინურ და არც, რა ვიცი, მე კიდე კორეულ ოკუპაციას. და აი ეს ძალა ერთობაშია, რომელიც მაშინ ქართველმა ჟურნალისტებმა გამოხატეს, ამ პატარა ფაქტშიც აისახა, რასაც ახლა თქვენ კადრების სახით უყურებთ ჩემი საუბრის პარალელურად. ასე იყო ამ ბანერის ამბავი. დიახ ბატონებო, მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. სულ ასე არ იქნება. აქ შევამჩნიე ქალბატონ ლუდა პროექტია თუ არ ვცდები ეს და ძალიან მინდა გავიგო რა არის ეს. რაღაც ახალს აპირებ აშკარად, ხო? ეს არის ჩემი ოცნება ვირტუალურად ჯერჯერობით. მინდა გავხსნა ავაშენო ალცჰაიმერი დაავადებულთა სახლი, რომელიც საქართველოში საერთოდ არ არსებობს, ჯერ და არ არის და ჩემი ოცნება გავაკეთე სახლიც უკვე ქაღალდზე გადატანილი მაქვს, აქ გეგმა არის, აქ ბიუჯეტი ყველაფერი გაკეთებული მაქვს და იქნებ საოცრება მოხდეს და გამოჩნდეს რაინდი, რომელიც არის ცხენს დამხედრებული და გაგიჟდეს და სადაპირებ ამ ყველაფრის გაკეთებას? ამ ეზოშივე. აქვე შენს ამ ეზოშივე. კი, მაქვს ამის ადგილი და აქვე გავაკეთე. როგორც ვთქვი, აქ თლიანად უკვე დახატული. აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებული მაქვს. ერთი მხოლოდ გაიკრას ვინმე ჯიბეზე ხელი და გამოგზავნოს 100,000 ლარი, 113,000 ლარი მაქვს დაანგარიშებული. ხო. არ ვიცი ახლა მე ვინ გაიგებს ამ ყველაფერს და ვინ არა, მაგრამ ასეთი სახლი და ასეთი დაავადებებისთვის ჩვენს ქვეყანაში არ არის. ქალბატონ ლუდა, ხოჩახ, დარწმუნებული ვარ გამოჩნდება ვიღაცა ადამიანი, რომელიც ამ საქმეში დაგეხმარება და გვერდში დაგიდგება. მე აი ესეთი პატარა მცირე რეპორტაჟი ჩამოგიტანეთ ხურვალეთიდან, ქალბატონ ლუდაზეც მოგიყევით ბევრი რამ. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ მასპინძლობისთვის ქალბატონ ლუდას, თქვენი სახელით, რა თქმა უნდა, ჩემი სახელით და რა ვიცი, რას გვეტყვით აი გაცილებით. ერთი პატარა სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. ჩემთვის? მე ვიცი რომ ბრწყინვალე ღვინის კოლექცია გაქვს სახში. მოვიტანა. საიდან იცი კაფიცე? მე ყველაფერი ვიცი. შტერლიც მეძახნეს სოხუმში სხვათა შორის. შტერლიც. კი, მეც სახელა შტერლიცი მერქვა. მართლა გეუნები. გამაჩუმა უცებ რა. ახლა მინდა ძალიან რო გაგეხარდება ისეთი სიურპრიზი გაგიკეთო. აი გაჩუქო ისეთი. ესე იგი მე არ ვიცი ვინ მიაწოდა ინფორმაცია, მაგრამ გენო ვახმე შენ დაგითხარი ლუდა და რამდენად. აი იცით ხო ხალხო ვინ არის გენო პეტრიაშვილი? შენ ხო იცი ცოტნე რას თავარი? ლუდა ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ეს მე მგონი ძალიან ძვირფასი საჩუქარია ხა, მაგრამ ჩემი კოლექციისთვის ეს დიდი შენაძენი. სანამ წავიდოდა ჩემპიონატზე, გენო დედამისი მოვიდა, ჩვენს თავშესაფარს აჩუქა ბევრი რაღაცები, კარგი რამეები, ყველაფერს ვერ ჩამოთვლი და ეს ღვინოებიც გვაჩუქა და ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ დავლოცეთ გენო და გახდა ჩემპიონი. აი ხედავთ რამხელა მადლი აქვს მithmetes ქართული ღვინით დალოცვას და აი ეს სახელობითი ღვინო, ნუ მოდი გავამჟღავნებ, რადგან თქვა ქალბატონმა ლუდამ. კი, მე ნამდვილად ვაგროვებ ღვინის კოლექციებს და მithmetes სახელობითი ღვინოების კოლექციას და აი ეს ღვინო ჩემს კოლექციაში საპატიო ადგილს დაიკავებს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენს კოლექციას ეს ვაშკაცი წარმატებული ქართველის სხვათა. ძალიან დიდი მადლობა. მე რაღა დამჩენია. სული და გულით ვაშკაცი. კი ბატონო, გეთანხმებთ. რაღა დამჩენია გარდა იმისა, რომ დაგემშვიდობოთ, თქვენს მაყურებელსაც დავემშვიდობოთ და ღმერთმა წარმატება მოგცეთ ყველა პროექტში, თქვენს თანამშრომლებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩვენს ბენეფიციელებთან ერთად და რა გითხრათ, რით გაგახაროთ, გარდა იმისა, რომ იმედი არასოდეს არ დაკარგოთ. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ იმის, რომ უიმედობას თესავენ. ცხოვრების შუა დღეს
რაც გაუმარჯოს? ცხოვრების შუა დღეს. ცხოვრების შუა დღეს გაუმარჯოს. ნახვამდის დროებით მომავალ შეხვედრამდე ეს ტელეკომპანია ვარსკვლავია, მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ. ეს კი გადაცემა ორმაგი სახე. ჩემო ეს რა ხდება